გამარჯობათ, ჩემო ძვირფასო გამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს არის ვიდეო თქვენთვის, რა უნდა იცოდეთ ახლა. ჩემი ერთგული გამომწერებისთვის ეს დასათაურება არის ძალიან ახლობელი და ნაცნობი და ვინც პირველად მხედავთ, ფიქრობ, რომ თქვენც ძალიან მოგეწონებათ. მაშასე არავინ და არაფერი არ ჩაიფიქროთ და ნახოთ რა ენერგიებში ხართ ახლა, რა პერიოდს გადიხართ ცხოვრებაში ახლა. თქვენ ვინც გახსენით ეს ვიდეო და თვალყურს ატევნებთ. რა პერიოდს გადიხართ ცხოვრებაში ახლა. ესე იგი, თქვენ ხართ რაღაც სტარტზე, ახლა ეს არის დასაწყისი, ეს არის ენერგია, რომელიც იწყებს თავის გამოვლენებას. თქვენ ნელა-ნელა გრძნობთ, როგორ გემატებათ ძალები, როგორ შემოდის, ასე ვთქვათ, თქვენს სხეულში, თქვენს ორგანიზმში ენერგია. კიდევ დიახ, და ამის წყალობით თქვენ თანდათან გამოიმუშავებთ უფრო მეტ ფინანსებს და თანხებს. იცით, რომ ერთმანეთთან კავშირშია, რაც მეტი აქვს ადამიანს ენერგია, მით უფრო მეტ ფინანსებს გამოიმუშავებს. კარგით. ნახოთ ამის შემდეგ თქვენ რა ენერგიებში გადაინაცვლებთ. ისევ ენერგიის აღზევება, ასე ვთქვათ. თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას გონების წყალობით, ეს არის რაღაც საქმე, რაღაცა ბიზნესი, შეიძლება პროფესიონალ ადამიანთან გაიაროთ რჩევები ამის შესახებ და მიაღწევთ გამარჯვებას. ეს არის 6-იანი კვერთხი. ხედავთ? ეს არის გამარჯვების არკანი და გოგლეთ შეგიძლიათ ძვირფასებო 6-იანი კვერთხი, რას ნიშნავს და ნახავთ მის არაჩვეულებრივ განმარტებას და მნიშვნელობას. ესე იგი, დღევანდელი თქვენი ნაბიჯები მომავალში გვერდებათ მიზნის მიღწევას და გამარჯვებას. რა უნდა იცოდეთ თქვენ ახლა? რისი ცოდნა არის ახლა თქვენთვის აუცილებელი? თქვენ ახლებურად იწყებთ ცხოვრებას. წარსულში, როგორც მოქმედებდით, თქვენს წარსულში რა გამოცდილებაც გაქვთ, ეს რჩება წარსულში. თქვენი ცხოვრება იწყება უფრო ჯადოსნური, ასე ვთქვათ, და ზღაპრული მოვლენებით, კარგი გაგებით. ახლა მოვდა ჩემს კატას ჭამა მაინც და მაინც, არ ვიცი ისმის თუ არა ვიდეოში. კარგის ნიშანია ესეც. კარგით, რა უნდა იცოდეთ კიდევ ახლა თქვენ? გზა გიწევთ ძვირფასებო და ამ გზაზე თქვენ შეხვდებით თქვენს სიყვარულს. ვინც დაოჯახებულები ხართ და უშათ და ვისთვისაც არ არის სიყვარულის თემა აქტუალური, მაშინ ეს არის კონსენსუსი, ეს არის მიღწევა, ეს არის მოლაპარაკება, რაც გადაწყდება სათქმელოდ, მოგეცემათ არჩევანი და ამ არჩევანის შემდეგ თქვენ წახვალთ იქ, სადაც გელით უფრო მეტი სიამოვნება, სადაც გელით უფრო თავდაჯერებულება, საკუთარ თავში გახდებით უფრო თავდაჯერებული და ეს იქნება უფრო მეტი ფინანსები, ასე ვთქვათ, თქვენს ცხოვრებაში. უფრო მეტი ფინანსები, ანუ თასების ტუზი და შემდეგ 9-იანი პენტაკლი. ესე იგი, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ თქვენი ცხოვრება მიდის ახალი გზით უკეთესობისაკენ. კიდევ რა უნდა იცოდეთ? ისეთი არკანია მოგევიდათ ძვირფასებო. ამ გზაზე თქვენ შეგვხდებათ ცდუნება, შესაძლებელია,
ვისთვისაც აქტუალურია ძვირფასებო ვაკონკრეტებ ყველასთვის შეიძლება ასე არ იყოს. ზოგიერთი თქვენ განესვის ეს ცდუნება შესაძლებელია ეხებოდეს სიყვარულს, ეს არის თქვენი გამოცდა და თქვენ მოგეცემათ შანსი ჭეშმარიტ სიყვარულზე. ასე რომ გამოცდა ასე ვთქვათ დასრულდება იმით, თქვენი დატესტვა, ასე ვთქვათ, რომ თქვენ იპოვით ჭეშმარიტ სიყვარულს. ეს უნდა იცოდეთ ახლა. ვისთვისაც აქტუალურია და ვისთვისაც არ არის სიყვარულის თემა აქტუალური. რაღაც თუნება შემოვა თქვენ ცხოვრებაში, შეიძლება ფინანსებს უკავშირდება, შეიძლება რაიმე მახინაციები იყოს ან შავი ფული, თუმცა თქვენ შეძლებთ ამის, ასე ვთქვათ, მართვას. თქვენ შეძლებთ და არ გაებმებით მახეში, ასე ვთქვათ, და თქვენ ეს ყველაფერი შემოგიტანთ დიდ ფინანსებს და დიდ ფულს. გაგახსნებათ გზა სიმდიდრისკენ. შეიძლება ითქვას და ამ ყველაფერში შესაძლოა თქვენ დაგეხმაროთ მამაკაცი. კარგით, კიდევ რა უნდა იცოდეთ ახლა? თქვენ ხართ ნოსტალგიაში. დაარდობთ განიცდით წარსულს და იკეტებით საკუთარ თავში. თუმცა ეს გაძლევთ ძალას, ეს უნდა იცოდეთ. ეს გაძლიერებთ, ეს გაძლევთ სიბრძნეს, ეს გაძლევთ ენერგიებს, უხილავ ენერგიებს, რასაც თქვენ უკვე გრძნობთ თან და თან, როგორი, ასე ვთქვათ, როგორი ძლიერი ხდებით შინაგანად. თქვენ უკვე გრძნობთ ამას. უნდა იცოდეთ, რომ ის რაღაცა, რასაც თქვენ განიცდით და რასაც ნანობთ, რისგანაც წახვედით, რაც მიატოვეთ თქვენ და რაც შეიძლება ტკივილს გაყენებთ და სიცარიელეს იწვევს თქვენს გულში. უნდა იცოდეთ, რომ ეს ენერგია გარდაიქმნება უკეთესობისკენ და სუბლიმაციის სახით თქვენ ამ ყველაფერს განახორციელებთ რაღაც ან შემოქმედებაში, ან რაღაცაში გადაიტანთ, რაც მომავალში მოგიტანთ თქვენ უდიდეს დაფასებას, ასე ვთქვათ, ხალხისგან, საზოგადოებისგან, სადაც თქვენ მოღვაწეობთ, იმ სოციუმისგან, სადაც თქვენ ხართ, ასე ვთქვათ, სადაც გააქტიურდებით. კარგით, კიდევ რა უნდა იცოდეთ? თქვენ ესე იგი ეცეთ, როგორ ხართ ძალიან გადაღლილი თითქოს ახლა. და თქვენ თვლით, რომ აი ღირდა თუ არა ეს ყველაფერი წვალებად, ღირდა თუ არა ენერგიის დახარჯვად, ან გეღირთ ის ყველაფერი, რასაც აკეთებთ. ამ არკანების მიხედვით თქვენ ძვირფასებო სწორ გზაზე გახართ. ნამდვილად ღირს თქვენი ენერგიის დახარჯვა, ნამდვილად ღირს და ნამდვილად თქვენ მეყვებით თქვენს ინტუიციას, თქვენს გონებას და ყველაფერს აკეთებთ სწორად. თქვენ უნდა იცოდეთ ახლა, რომ თქვენ მიაღწევთ სასურველ მიზანს. ზოგიერთის შემთხვევაში მამაკაცის დახმარებით, თუ თქვენ თვითონ მამაკაცი ხართ, ეხლა მამაკაცი მათევნებთ თვალს. თქვენ მიაღწევთ თქვენს ოცნებას, თქვენ მიაღწევთ, თქვენ აისრულებთ თქვენს მიზნებს, ასე ვთქვათ, და სურვილებს. თქვენ გჭირდებათ უბრალოდ გამოფხიზლდეთ და რეალობას გაუსწოროთ თვალი და რეალობა არის თქვენი მიღწევები. რეალობა არის თქვენი, ასე ვთქვათ, ძალისხმევა, რასაც თქვენ აკეთებთ იმისათვის, რათა წახვიდეთ წინ და იქცევით სწორად. ეს არის რეალობა. კიდევ რა არის? დიახ, ძალიან კმაყოფილი იქნებით თქვენი თავით, ეს არის 9-იანი თასი. ეს უნდა იცოდეთ ახლა და ვინც არ რისკავს, ის რა თქმა უნდა არ მიირთმევს შამპანიურს. ასეთი გამოთქმა არსებობს, ყველას გესოდინებათ და ეს არკანი სწორედ მაგას აღწერს. ერთიც ამოვიღოთ თუ მოვასწრებ. ამ მომენტში რაღაც თქვენ უფრო მეტი გსურთ, მოდი ასე ვიტყვი, ამ მომენტში, თუმცა გაიხსნება ახალი თავი თქვენ ცხოვრებაში, უფრო კომფორტული, უფრო ბედნიერი, უფრო ლახი. გისურვებთ
წარმატებებს.